იწყებს დაიწყო. მოგესალმებით, ონლაინ რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით. ცოტა პაუზის შემდეგ სამკვირიანი პაუზა ჰქონდა, კვლავ მე ეს მაგუმბერიძე ტრადიციულად მე მიყვარს ეს გადაცემა. დღეს უკვე ახლოვდება შევებირთა უფლებების დაცვის დღე და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ უფრო მეტად უსინათლოთა კუთხით, რა შესაძლებლობები არსებობს, რა სამომავლო გეგმები შეიძლება იყოს საქართველოში, რა კუთხით შეიძლება განვითარდეს სფერო და ჩვენი დღევანდელი სტუმარი ქალბატონი მარინა მამულია, ორგანიზაცია მომავალი იწყება დღეს დამფუძნებელი, ასევე სახელმწიფოდამცველთან არსებული გაეროს შრომებირთა 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაციის დაცვის და პოპულარიზაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულის წევრი. ქალბატონი მარინა, მოგესალმებით. მოდით დავიწყოთ თქვენი ორგანიზაციის ყველაზე მოახლესი პროექტით, რომელიც არის და მიმდინარე პროექტი, რომელიც არის ლორმის ენა, ეს ეხება ყრუ და უსინათლო პირებისთვის არის ძირითადად შექმნილი საკომუნიკაციო ენა. მოგეხსენებათ, რომ ერთდროულად ყრუ და უსინათლო პირები ასე ვთქვათ, დამატებით და ორმაგ ბარიერებს ხვდებიან საზოგადოებაში, ვინაიდან მსმენელს არ აქვს მხედველობაც, ხოლო ჩვენი სამყარო ორიენტირებულია შეცნობაზე ან სმენის ან მხედველობის მეშვეობით და კომუნიკაციაზეც. შესაბამისად, ეს მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა არის და ამიტომ ამ საკითხზე საქართველოში ნაკლებად მიდის მუშაობა და მოდი ქალბატონი მარინა, თქვენ რო გითხრათ, რა არის ეს ლორმის ენა და რაში მდგომარეობს, როგორ ხდება ამ დროს პირებთან კომუნიკაცია? მოგესალმებით, მადლობა ეს მომწვევისთვის. მომწონს თქვენი რადიო და ძალიან აქტუალურ საკითხებზე საუბრობთ. პროექტს რაც შეეხება, თითქმის თქვი ყველაფერი პროექტის შესახებ, მაგრამ უსინათლობა არის ორმაგი პრობლემა, როდესაც ადამიანს სმენის პრობლემა აქვს და მხედველობის პრობლემა. არ არის აუცილებელი ეს იყოს ტოტალური არ ყოფნა, იმიტომ რომ როდესაც ოდნავ მხედველობის პრობლემა აქვს და ოდნავ სმენის პრობლემა აქვს, ადამიანს ჭირდება სრულად განსხვავებული რეაბილიტაციის სისტემა, სრულად განსხვავებული განათლების სისტემა, სწავლების სისტემა, ასე შემდეგ, რაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში დღემდე არის. უფრო მეტიც, უსინათლო ყრუ ადამიანი იყო ერთადერთი, მე ესე მგონი, ერთადერთი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც საერთოდ არ ცნობდა საზოგადოება. ჩვენ არ გვაქვს ეს ტერმინი ჩვენს კანონმდებლობაში, მხოლოდ კონვენციით შემოვიდა ეს ტერმინი საქართველოში. ჩვენ არ გვაქვს სოციალური პაკეტი ამ ადამიანებისათვის, ჩვენ არ გვაქვს განათლების სისტემა მორგებული ამ ადამიანებისათვის. და ბოლო ეს ადამიანები საერთოდ იზოლირებული ყავთ თავიანთ ოჯახებში და სხვათა შორის არც ისე ცოტა არიან ესენი სამწუხაროდ, იმიტომ არის უამრავი დაავადება, რომელიც თანახავს სმენის დაკარგვას ან მხედველობის დაკარგვას, თანახავს მეორე პრობლემას სმენის ან ისე მხედველობის დაკარგვა. დღეს აი რამდენი ბენეფიციარი გყავთ თქვენს პროექტს, რამდენი გამოაჩენთ? სტატისტიკა როგორც ყოველთვის, როგორც ყველა თემების საქართველოში არ არსებობს, მაგრამ დაახლოებით 100-მდე ბენეფიციარი აი ამ და როდესაც ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, ამ პროექტს ახორციელებს ჩვენი პარტნიორია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არის ესეთი არასამთავრობო ორგანიზაცია მანდოკი და ჩვენი პარტნიორია, რა თქმა უნდა, პროფესიონალების გუნდი, ეს არის უსინათლო და დახმარების ორგანიზაცია პოლონური, რომელიც ბიჭებს პარტნიორობას ამ სამწლიან პროექტში, რომელიც მხოლოდ დაიწყო ამ წელს. დიახ, აი რაში მდგომარეობს ეს ლორმის ენა? როგორც მე ვიცი, ხელზე ხდება კომუნიკაცია, ხო? ლორმის ენა არის ერთ-ერთი კომუნიკაციის საშუალება, ეს არ არის ყველაფერი. ლორმის ენა არ არის ერთ-ერთი საკომუნიკაციო საშუალება ყოველსინათლო ადამიანების, არის სხვა ბევრი მრავალი, მაგრამ ეს არის ესეთი რაღაცნაირი ძალიან ესეთი დასანახი და ძალიან სახალისო რო ვთქვა. იმიტომ რომ ხელისყულზე იწერება მთელი ანბანი. ჩვენ არ გვქონდა ქართული ანბანი, შესატყვისი ლორმის ანბანის მე-18 საუკუნეში შეიქმნა. და არ გვქონდა გერმანულმა მეცნიერმა, რომელიც დაბრუნდა და შემდეგ დაყრუდა, აი მოიგონა ეს ანბანი. დაუსინათლოვდა, დიახ. და ეს პრინციპში არსებობს სხვადასხვა ალტერნატივები, ხო, როგორც მე ვიცი, მაგალითად, აი სმენის არ მქონეები, რომლებიც მოგვიანებით კარგავენ მხედველობას, ისინი მათ ურჩევნიათ, რომ ჟესტები დახაზონ ხელზე, ან ურჩევნიათ, რომ ასოები დახაზონ ხელზე. უსინათლოები, რომლებმაც მოგვიანებით დაკარგეს სმენა, შეიძლება ურჩევნოთ ბრაილით, დავშოთ რაღაც ბრაილის ნიშნების მოხაზვა. აი, როგორ შეიძლება, რომ აი ამდენი ალტერნატივა არსებობს და ამათ შორის ალბათ ჯობია, რომ ერთ-ერთი ამოვირჩიოთ, იმიტომ რომ
საკითხის მხრივ კარგია, როცა ადამიანს არჩევანი აქვს, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ხო ჩვენ გვინდა ერთი საკომუნიკაციო ენა, რომელსაც ისწავლიან, ასწავლიან სკოლებში და რომლითაც შეიძლება ძლიერ ურთიერთობა და რაც უფრო ნაკლებად ადამიანს ეცოდინება კონკრეტული რომელიმე ხერხი, იმით უფრო ნაკლებად შეძლებენ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას, ხო? სწორია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ რომელიღაცა თქვა ერთზე მოხდეს რაღაც შედგენება. არა, ეს მარკეთ ამბობი, იმიტომ რომ არჩევარი უამრავი გააჩნია ადამიანს, რომ რა საერთოდ დაკარგავს მენათუ მხედველობა, სხვათა შორის სმენის ან ხონიც არ იხმარება ჩვენთან საქართველოში იხმარება ხოლმე ტერმინი ეს ოფიციალურად ყოველთა კავშირის დიახ მოთხოვნა და ასე წერია დოკუმენტებში და არა, ყველას უნდა ქონდეს არჩევანის საშუალება, იმიტომ რომ უფრო ადრე დაკარგვას მენათუ მხედველობა, რა დოზით აქვს, რა პროცენტით აქვს დაკარგული მენათუ და ამის მიხედვით ადრე იყო უფრო უსინათლო ადამიანი იყო და მერე დაკარგა მხედველისა მხედველობა თუ პირიქით, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა კომუნიკაციისთვის და ინდივიდუალურად ყველასთვის არ არის ესეთი რაღაცა გამოწერილი მზარეცეპტი, რომ აი ამ ადამიანი როცა დაკარგავს მხედველობა და სმენას, ამ ადამიანს ესაუბრებიან ლორნის ანბანი. არის დაქტილური ენა, არის ჟესტების ენა, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ხედავს და ვასწავლით ამას რა თქმა უნდა. რას ნიშნავს დაქტილური? დაქტილური ქვია, როდესაც გამოისახება ასოები, გამოისახება სიმბოლოებით, აი თითებით თუ ინახოთ აბა. არის ჟესტური ენა და მეორე დაქტილური ენა, როცა ხელის გულზე სიმბოლო, ყველა გასვლა თავისი სიმბოლო. და იმ სიმბოლოებს ორ ხელში გამოსახავენ და ასე აგებინებენ ერთმანეთს. რატომ მაინც აირჩიეთ მაინც ლორნის ენის დამკვიდრება ამ შემთხვევაში? თუ ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რატო ჩვენთან დაქტილზეც მუშაობთ, ქართულ დაქტილზე სწავლობენ. ჯერ საერთოდ პრობლემაზე გეტყვით პროექტზე, რომ აქ 4 ქალაქში, საქართველოს 4 ქალაქში იქნება კლუბი, ეს არის ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და რა თქმა უნდა თბილისი და აი პირველ ეტაპზე რაც გავიარეთ, ჯერ არის მხოლოდ საბედნიერო სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შემდგომში იმუშავებენ ბენეფიციარებთან. ეს ადამიანები სწავლობენ როგორც უსინათლოებთან ურთიერთობას, ისე ყურ ადამიანებთან ურთიერთობას, ანუ ჟესტურ ენას, სწავლობენ დაქტილს, სწავლობენ ლორნის ამბავს, სწავლობენ უსინათლო ადამიანებთან კომუნიკაციით რაც სჭირდება, ხო? დამხლება, საოჯახო საქმეები, გადაადგილება, ასე შემდეგ და მომავალში უკვე მომავალისგან უკვე შემდეგი ეტაპი არის, როდესაც ადამიანები სწავლიან, ეს მომზადებული სპეციალისტები მუშაობენ თავად ბენეფიციარებთან. ეს ენა ძალიან კარგი იქნება და ზოგადად ამ ენების სწავლება მაგალითად არა მხოლოდ ერთდროულად ყრუ და უსინათლო, არამედ მაგალითად მხოლოდ ყრუ და მხოლოდ უსინათლო ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მიფიქრია ამაზე, რომ აი თარჯიმანი თუ არა ახლავს ჟესტური ენის, ჩვენ სხვანაირად ვერ ვურთიერთობთ ხოლმე ყრუ და usინათლო პირები ერთმანეთთან. შესაბამისად, ხოლმე ჩვენ ვერ ვხედავთ ჟესტებს, მათ არ ისმით, თქვა ჩვენი საუბარი. შესაბამისად ეს ენა არის შექმნილი იმისათვის, რომ ყრუ ადამიანი ესაუბროს usინათლო ადამიანს. დიახ, მოდი გადავიდეთ უკვე შემდგომ პროექტზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასაუბრო საკითხი დაგროვდა. აი ეს ახალი პროექტი არის ანბანი, როდესაც ბრაილის ასოს და ბრტყელი შრიფტით დაბეჭდილ ასოს სწავლობს, ანუ ტაქტილური ის არის, რომ შეუძლია უსინათლოს შეიგრძნოს ხელით ბრტყელი შრიფტის ასოც და ანუ იცოდეს რომელი ასო არის ეს იმისთვის, რომ იცოდეს თუ როგორ გამოიყურება ბრტყელი შრიფტის ასოები. ხო? სწორად აქვს თუ შეიძლება რომ ამაზეც მეტად დეტალურად ეს ახალი პროექტი არის, არის ძველი პროექტი, იმიტომ რომ ხვალ არის ამ პროექტის პრეზენტაცია და მე ეს მათი ძალიან დიდი სიყვარულით გიწევთ ამ პროექტის პრეზენტაციაზე, როგორც თქვენს რადიოს პლიანად, იმიტომ იქნება ძალიან საინტერესო მოვლენა. ეს არის ქართული ანბანი, შექმნილი ხის გუბურები, ქართული ანბანითა და ქართული ბრაილის შრიფტით. რა იყო მიზეზი ამის შექმნის ამ პროექტის მიზეზი იყო, რომ აი როდესაც ქართული ანბანი აღიარებულია არამატერიალური კულტურის ძეგლად და ბევრმა უსინათლო ადამიანს წარმოადგენენ არა ქართული ანბანის მოყოლმოწმებად, ვერ აწერენ ხელს, ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან მოგვინდა, რომ ეს სიმდიდრე უსინათლო ადამიანებისთვისაც ყოფილიყო გასაგები. ეს ხოთაშორის დღეს ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა საქართველოს ფოსტამ გამოაქვეყნა თამარ მეფის ავტოგრაფის. და იქ წერია, რომ ჩვენც ასე მივდექით ამ პრობლემას, რომ ხელის მოწერა არის ადამიანის ინდივიდუალობის ერთ-ერთი გამოვლინება და აი უსინათლო ადამიანი, რომელიც აუცილებლად იქნება, ხო, უსინათლოების შორის გენიოსი რაღაც გამოჩენილი ადამიანი და მისი ხელმოწერა არ დარჩება ისტორიას. ხო ძალიან საწყენია და აუცილებლად უნდა მოხდეს ასეთი რაღაცა, ხო?
ანბანის დანიშნულება ის არის, რომ უსინათლო მშობელი იქნება თუ ბავშვი ერთად შეისწავლონ ქართული ანბანი. ძალიან საინტერესო პროცედურა იქნება. ეს ხდება ხო ოჯახებში, რომ დედები გასწავლიან, ჩვენ მშობლები გასწავლიან ანბას, მათთან ერთად სწავლობ ჩვენ შვილებს ვასწავლით ანბას. ერთად მოხდება ეს პროცესი და ძალიან საინტერესოა. გარდა ამისა, ხისკუბურები პითაგორას დროინდელი ყოფილა, პითაგორას დროინდელი მოდის თუნდაც ჩვენ და არის თავისი დანიშნულებაც აქვს. იქ თავისი სუმები აქვს, რომელიც ბავშვის ხელში უნდა ჩაედიოს, თავისი ხეს აქვს, თავისი თვისებები და თავისი სიტყვა და ასე შემდეგ. უარებიდან შეიძლება ათასნაირი აღება, კოშკების აღება, მანქანის აღება და ძალიან ბევრი საინტერესოა. გარდა ამისა, ამ პროექტში შედის ჩვენ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ხელის მოწერა და პროექტში მზადდება სპეციალური ხელის მოსაწერი აბრა ფიფიტა გინახავს ალბათ ეს მაშინაზე რომელიც საშუალებით ძალიან ლამაზად მოაწერს უსინათლო ხელს. ანუ ადგილს შემოსაზღვრავს, შემოსაზღვრავს საჩუქრად გადაცემა დიახ, სადაც ხელი უნდა მოაწეროს. იქნება ეს ბანკებში, იქნება იუსტიციის სახლში, სადგურებში, იქ ყველგან, სადაც ინდივიდუალურად ექნება ვეცდებით ყველა საჩუქრად გადაცემა და აი მე ორგანიზაცია მერიაში ძალიან ბევრი იდოს იქა და ყველა უსინათლო ის მომდევისა. სხვათა შორის არა მარტო უსინათლო, ძალიან ბევრი ხელოვან ადამიანს აი ვერ ხედავს, აი სადაც მიუწითებენ, აქ მოაწერე ხელიო, ძალიან რთულად უჭირთ, ხო? იცი როგორი წვლის შრიფტი და ყველაფერი დავისtildeე და როგორი სიტუაცია. აი ყველას ძალიან გამოადგება, მე მგონი უსინათლოები ის მოვლენა, როდესაც თავად უსინათლო ადამიანები საზოგადოებისთვის აკეთებენ ძალიან საინტერესო რაღაცას. დიახ, სხვა შორის ამაზე აუცილებლად უნდა მოვყვე ერთი ისტორია, რომ აი გერმანიაში იყო, როდესაც მივდიოდი ჩვენ სასწავლო ვიზიტით. ვფიქრობთ რა წაგვეყო და გვირჩიეს რომ წაიღეთო ქართული ანბანი ტაქტილური და ძალიან გაგვიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენ ხა უსინათლოთა პროექტი იყო, თან სპეციალურად უსინათლოებისთვის განკუთვნილი. ძალიან გაგვიკვირდა, იმიტომ რომ ну რა შინაარს გამოიტანენ მეთქი, თქვათ აი ამ ანბანის ნახვით, ხო? თუმცა იქ აღმოჩნდა რომ იქ ასწავლიან ძალიან აქტიურად თავიანთ ანბანს პირველ რიგში სპეციალიზებულ სკოლებში თუ არა სპეციალიზებულ სკოლებშიც სწავლობენ და შესაბამისად მათ აქვთ კარგი წარმოდგენა აი ამ ბრტყელ შრიფტზე და თავიანთ ანბანზე და შესაბამისად ძალიან კარგად შეუძლიათ გამოარჩიონ დაშოთ ლათინური და ქართული ანბანი ერთმანეთისგან და ეს მათთვის იქნება ასე ვთქვათ აზრიანი გამოცდილება რომელიც და მიხვდებიან ამ განსხვავებას და ნახავენ და დააკვირდებიან და ძალიან საინტერესო იყო რომ მართლაც საინტერესო აღმოჩნდა ეს ჩვენი ჩატანილი ანბანი მათთვის და ეს განსხვავებაც რა თქმა უნდა აღიქვეს და ძალიან დაინტერესდნენ ამ განსხვავებებით. აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით მოდის კითხვა რომ ძალიან კარგია ხო ვასწავლეთ თქვათ ლორმის ენას დაურიგებთ ხელმოწერის ამ შემთხვევაში ამ ბარათებს. თუმცა რა არის ამის მდგრადობა? საბოლოო ჯამში მივიდივართ სახელმწიფომდე, რომ უნდა შეიქმნას მე რაღაცა სერვისი, რომელიც სისტემურად ასწავლის ყველა თქვათ უსინათლო ადამიანს, რომელიც სკოლაში მივა, ან სკოლის მიღმაც ხო ზრდასრულებს, თუ როგორ უნდა გამოიყენოს რაღაც რეაბილიტაციის ფარგლებში თუ სხვა რაღაც ღონისძიების ფარგლებში, თუ როგორ შეუძლია იკომუნიკაციოს ამ ენით. აი ამასთან დაკავშირებით როგორი სიტუაცია, იმიტომ რომ ვიცით რომ დონორები მუდმივად არ აფინანსებენ ხოლმე აი ეს სერვისებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ეს მაშინ ახლა გააკეთე ჩვენი კუბურების პროექტის ძალიან დიდი შეფასება და ამაზე დიდი შეფასება ჩვენ აბსოლუტურად დავჭირდება და მდგრადობას რაც შეეხება ამ კანონში ამ პროექტში აუცილებლად ჩადებულია კიდე საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენ შევიტანეთ უკვე საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება ქართული ანბანის სწავლებასთან დაკავშირებით სკოლებში უსინათლო ბავშვებმა რო ისწავლონ ქართული ანბანი და სხვადასხვა ჩვენ როდესაც შევსმენთ პირველი პარტია ამ ანბანის და მივიტანეთ სკოლაში აი ესეთი რეაქცია იყო რომ ხალ რომ მომძანდები ჩვენ პრეზენტაციაზე თქვენი ხელით ქალბატონ თამილაბაშიას 202 სკოლის ქართული ენის არაჩვეულებრივი მასწავლებლების წერილს რომელიც წერს რომ ორი ოცნება ჰქონდა ცხოვრებაში ერთი იყო რომ დამოუკიდებლად ეულო და მეორე იყო რომ აი ენახა ქართული ანბანის მოყვანილობა ადამიანის აზრი, რომელსაც ესე უყვარს ქართული ლიტერატურა, რომელიც ესეთი ძალიან განათლებული ადამიანია, აი მისი სიტყვები იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდო და ძალიან დიდი სტიმული ამ პროექტის განხორციელებისათვის. გენახათ ბავშვები, რომელი რა ინტერესით უყურებდნენ რამე ახალ მათთვის საინტერესო და უცხო ასოებს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ექნება ამ სკოლაში და იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე სკოლა დაამთავრა, ხო?
ხოგეუნების დროს ალბანები გადაეცემა ოჯახებს, სადაც მშობელია უსინათლო, ბავშვები ყავთ უსინათლო, გადაეცემა რესურს ცენტრებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის დამფინანსებელია თბილისის მერია და დიდი მადლობა მათ ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან თითქმის 3 წელია ჩვენ ამ პროექტით დავდივართ და თბილისის მერია იყო ის, ვინც ჩვენ ეს პროექტი დავიფინანსა. ლორმის ენაზეც როგორ მოხდება მისი დანერგვა თქვენი ხედვა რა არის? პირველში უნდა იყოს სახელმწიფოს ნება, რა თქმა უნდა. ყველაფერი კაი ინიციატივა, მე რა თქმა უნდა, მოხდეს სახელმწიფოს ნებით მისი დაკანონება, უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, უნდა ისწავლებოდეს ყოველ შემთხვევაში ცენტრის ცენტრებში ან რაღაც. და ჩვენ ვფიქრობ, ჩვენ მიმიზანი ესეთია, რომ ჩვენ მასწავლეთ. აუცილებლად უცხოელი დონორი თავის საქმეს გააკეთებს, რაღაცა პირველ ეტაპზე, მაგრამ წამოები არ არის უცხოელი დონორის დაფინანსებული, ხო, მაგრამ უცხოელი დონორი ჩამოვა და წავა და მე რაც გვასწავლა და რაც რა სიკეთეც მივიღეთ, მაგათთან ჩვენ უნდა განავცოთ, ხო, ისე ყართავდება რა. დონორის წასვლასთან ერთად პროექტი. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის პროექტები ასე არ თავდება. ჩვენი ორგანიზაციის პროექტი გრძელდება ძალიან დიდ ხანს დონორის წასვლის მერე. აი მაგალითი რომ მოგვიყვანოთ, თქვათ, რა შეძერით თქვენ აი ადვოკატირებით, რომელიმე პროექტი რომ დაგვისახოთ და მოგვიყვეთ, რომელიც შემდეგ გახდა სახელმწიფო სერვისების ნაწილი, მაგალითად. სახელმწიფო სერვისების ნაწილი ჩვენ მუშაობთ ამაზე, რომ ჩვენი პროექტები გახდეს ერთი სახელმწიფო სერვისის ნაწილი და კარგად მოგეხსენება, მარტო ჩვენი ნება არ არის ამისთვის, ხო, საკმარისი, ძალიან მაღალ დონეზე წდება ყველაფერი, მაგრამ პროექტი, რომელიც დავიწყეთ ჩვენ 10 წლის უკან, ის იყო უსინათლოთა დახმარების სისტემა საქართველოში, რომელიც დღემდე ვრცელდება და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თეთრი ჯოხი დადის ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში არის ზუსტად ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე ნასწავლი. თქვენ ასწავლით, ანუ თქვენ ყავთ მობილური ორიენტაციის ტრენერები, რომელიც ასწავლიან. მათ შორის მე ყავდა რამდენიმე ჯგუფი წავანილი პოლონეთში, დღის ცენტრებში, უსინათლო და რეაბილიტაციის ცენტრებში, სადაც შეისწავლეს მობილური ტრენერობა, არიან ასისტენტები, არიან და ასე შემდეგ ჩვენ ვეხმარებით თეთრი ჯოხის შეძენაში, ვეხმარებით ყოფით საყოველთაო საქმეებში, სწავლებაში და ასე შემდეგ პროფესიულ განათლებაში ჩვენ მონაწილეობთ და თუ უსინათლო სტუდენტები არიან, უწევთ მათ ასისტირებას, სამუშაო ადგილების მოწყობაში, უსინათლო დასაქმებული უსინათლოების ასისტირებაში და იქ სამუშაო ადგილი და იქ გარემოს გაცნობაში, თანამშრომელთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. და სამედიცინო, რა თქმა უნდა, ზოგადად ექიმი ვარ და ზოგადად მეწევს ხოლმე ამ ადამიანებისთვის სამედიცინო კონსულტაციების გაწევა, დღეს ჩვენთან ადგილის სიმცირის გამო ალბათ ნანა შარიშიძე ჩემი გვარი და იურისტი და აი შესაძლოა მაგიტას ხო და ძალიან კარგად შეკითხვას, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენთან არ არის და ჩვენ ძალიან ბევრ ასეთი საიურიდიო საკითხებში ვეხმარებით კონსულტაციებს უწევთ და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ თეთრი ხელჯოხები, თუმცა ხელჯოხის პროგრამა სახელმწიფოს აქვს, ეს არის ის დამხმარე საშუალება, რომელიც უსინათლოს სახელმწიფოსგან ეკუთვნის უფასოდ, ისევე როგორც ეტლი დავუშვათ ეკუთვნის უფასოდ ეტლით მოსარგებლეს. აი ამ პროგრამასთან და რატომ გიწევთ მაინც თქვენ რომ დაეხმაროთ თქვათ ხელჯოხების შეძენაში უსინათლოებს? ეს კითხვა ის როცა აი მე უნდა გისმოდე შენ ამ კითხვას. რატო თქვენ უსინათლოებით, რატო არ ითხოვთ ამ ჯოხებს? როდესაც სახელმწიფო პროგრამაში წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს უსინათლო ადამიანი თეთრი ხელჯოხი. იმიტომ რომ არ თხოვლობს ეს თემი და არ არის საინტერესო უფროსი ადამიანების რომ გადაამისამართოთ, აი ვისაც სჭირდება, მაგალითად რომ გადაამისამართოთ სახელმწიფო პროგრამაში. ხო, უამრავი წერილი და ჩვენი განათლების ჯანდაცვის სამინისტროში უამრავი შეხვედრა გქონია, მაგრამ აი სამწუხაროდ არის ძველი ნაყიდი ჯოხები, რომელიც თეთრი ხელჯოხს თავის სტანდარტი აქვს მოიხსენება და აი ის რაც შესყიდული ამ წლების განმავლობაში აბსოლუტურად საერთოდ არ არის იქ სტანდარტზე ლაპარაკი და სანამ აი ესეთი პასუხი იყო ჯანდაცვიდან, სანამ ეს მარაგი ძველი ჯოხების არ მოიწურება ჩვენ ახალ სტანდარტულ ჯოხებს ვერ შემოვიდანთ, ის არ მოიწურება არასოდეს, იმიტომ რომ არავის არ მიაქვს ეს ჯოხები, მაგრამ ეხლა რამდენადაც მე ვიცი, სხვადასხვა აი ჩვენ რო ვხვდებით გაეროს ექსპერტი მიჩარევის შემდეგ მაგრამ რაღაცა საციკეთოდ გადაწყდა ეს საკითხები, ესე გადაწყვეტეს, რომ ის დაასაწყობონ, თუ ესე შეიძლება თქვას და ის სტანდარტული ჯოხები, რომელიც ასეთ ისე შეესაბამება სტანდარტს დაგიგდეს, მაგრამ 10 რიცხვი სხვადასხვა აციფრებია, მე მგონი 20 ჯოხია და უამრავი ახალგაზრდა ადამიანი არის
ამ ჯოხების რიგში, თეთრი ხელჯოხების რიგში. საუბარი არის სტანდარტს, როცა გულისხმობთ, ხო, მაგალითად იმაზე, რომ ჯოხი შეიძლება იყოს ძალიან მოკლე იმისთვის, რომ ადამიანმა რეალურად გამოიყენოს ის ბარიერების აღსაქმეად და იმისთვის, რომ ბარიერებს თავი არ არის კუჩაში. არა მარტო სიმწო, მყარი უნდა იყოს, კაი ხარისხის იყოს, მოხერხებული იყოს, ბზუბუკი იყოს და შენ არ მითანხმებით თუ მე თქვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ვაუჩერი ამ იმაზე. თეთრი ხელჯოხების შესაძლებად, იმიტომ რომ არის ხო ჩვენ რო ვხვდებით, რომ ბევრს უკავია სხვადასხვანაირ ხო? აი მაგ ბიჭებს სხვანაირები მოსწონთ, გოგონებს სხვანაირები მოსწონთ, მithmo მყარი უფრო ესეთი მასიური სახელურია, ხო? ამიტომ ხო, მაგრამ აი სრულ ვაუჩერიზაციაზე გადასვლა, ხო, უნდა დაგისვათ ეს კითხვა, ხო, მაგრამ სრულ ვაუჩერიზაციაზე გადასვლა ხომ არ გამოიწევს ამ ჯოხების ფასების მკვეთ ზრდას საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში არიან შემომტანები და იქნებიან აუცილებლად და მით უმეტეს კიდევ უფრო მეტი გაჩნდება, როდესაც ეს ვაუჩერულ სისტემაზე გადავა და სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ალტერნატივის სრული არარსებობის პირობებში თქვენ როგორ ფიქრობთ, ხომ არ გამოიწევს ეს იმას, რომ ფასი მოიმატებს, ის იქნება ვაუჩერის საწყის ღირებულებაზე მეტი, ზუსტად ის რაც მოხდა დავშეთ სამედიცინო ჩვენთან ჯანდაცვაში, ხო, რომ აი იმ ბაზისის რადგან სახელმწიფოს ავადმყოფოები აღარ გვაქვს, ზუსტად აი იმ სახელმწიფოს მიერ 100%-ით როგორც გამოითვლება ფასები, ხო? ასეთი ფასები რეალურ ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად პაციენტებს ძალიან ხშირად უწევთ რაღაც თანხების დამატება და გადახდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ მოხდება აი ამ სფეროშიც აი ესეთი გამოწვევა ხო არ მოხდება? ეს ჯობს ახლა რომ საერთოდ არ არის ხელჯოხი და არც ისე შეიძლება ხედო და არც ასე 100 ლარიანი ვაუჩერი არის ძალიან კარგი ჯოხის ხელჯოხის საფასური. ახლა კიდევ უფრო კარგია 130 ლარიანი და 150 ლარიანი და მე მგონი არც ისე დიდი ფული თანხა რომ არ ესოდეს საქართველოში მონოპოლისტი თეთრი ხელჯოხის შემომტანი არ იქნება, იმიტომ რომ არც ისე დიდია ეს მოთხოვნილება ამ ხელჯოხზე. და მით უმეტეს მაგ შემთხვევაშიც უფრო მეტად იქნება, ის ზუსტად იმიტომ რომ ინტერნეტი არის და არის საბედნიეროდ კავშირების უცხოეთთან, როცა შეიძლება ადამიანს დააბარო და ჩამოგიტანოს თავისი ქვითრი, თავისი ყველაფრით ჩამოგიტანოს. მაგრამ აი წარმოვიდგინოთ აი ინფლაციის პირობებში ლარი უფასურდება ყოველ დღე. როგორ მოხდება ეს? ახლა თეთრი ხელჯოხი არ არის ახლა ისეთი პრობლემა, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება ვაუჩერული სისტემა. ეს არის მე მგონია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადვილად შესაძლებელი და ყველაზე უფრო ადვილად გადასაწყვეტი პრობლემა ვაუჩერი თუცად ამ თეთრი. ეს ახლა ძვირიანი უფრო ძვირ სერვისი არ მომხდარა, ძვირადღირებულ დაუშვათ პლეერები რო გვაქვს ჩვენ და რო დაურიგეთ სინათლეები და კომპიუტერები და ასე შემდეგ. ეს სხვა საკითხია, მაგრამ 100 ლარიანი თეთრი ხელჯოხის შესყიდვა ყველას აი ელემენტარულად უნდა შეეძლოს ადამიანს. მე ხო გამოსაჩვენელია ხო ზოგი სახელური ფუჭდება, ზოგჯერ თავი ფუჭდება ხელჯოხის, ასე შემდეგ თვითონ ხელჯოხი ფუჭდება და ფუჭდება ხელჯოხი, იმიტომ რომ საზოგადოება არ იცის რა უკავია ამ ადამიანს და ზოგჯერ მანქანით გადაულიან და ზოგჯერ გაუფუჭებენ, ზოგჯერ ძალიან ხშირად ხდება დაზიანება. წელიწადში ერთხელ უნდა კონდეს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფოსგან მიეყვას ლარიანი ვაუჩერი და შეეძინა. ეს ნამდვილად სამსჯელო თემა არის, თუ რა ფორმით იქნება ეს, იმიტომ რომ თუნდაც ის 100 ლარიანი ვაუჩერი შეიძლება უცებ 120 ლარი გახდეს საჭირო, ან 130 ლარი გახდეს და ვაუჩერი ისე უცებ შესაძლო ვერ გაიზარდოს. არც 20-30 ლარი არც ისეთი თანხა რომ დამატება არ შეიძლება. ზოგისთვის შესაძლოა, თუმცა გაჭირვებულ და შეჭირვებულ მოქალაქეებზე ძალიან შესაძლოა ამან დიდი გავლენა მოახდინოს და დემოტივირება მოახდინოს, თუნდაც რომ საერთოდაც ეს ხელჯოხი შეიძლება. ხო რა გვაქვს ახლა საერთოდ ხო არავინ არ გაგვიგულოს. ხო დევს ეგრეთ საწყობში და ეხლა როგორ იმიტომ არის რომ აქტივისტების ნაწილი თვლის რომ უნდა იყოს ალტერნატივა, უნდა შეიძლება ვთქვათ ვაუჩერის აღება ან უნდა შეეძლოს პირდაპირ ხელჯოხის აღება. მოდი ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ და ამასთანავე ვცდილობთ რომ საინტერესო გავხადოთ ჩვენი დისკუსია უფრო მაყურებლისთვისაც. ქალთმარინა, თქვენ ასევე გქონდათ ელექტრონული ბიბლიოთეკების პროგრამა. ამაზეც რო გითხრათ, რას მოიცავს ეს? ეს არის კიდევ ერთ-ერთი არაჩვეულებრივი პროექტი შვედეთის სამეფოსთან ერთად. შვედეთის სოფი აკადემია არის ასეთი, სადაც მზადდება უსინათლო ხმის ოპერატორი და ხმის რეჟისორი. არის სოფლიოში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი ყოფილა. და აკადემიის კურსდამთავრებული სინათლო ადამიანები, ხმის რეჟისორი და ხმის ოპერატორი არის ყველა დიდი ფესტივალების, კინოფესტივალების ხმის რეჟისორი და ხმის ოპერატორი. თურმე ესე რამდენადაც გითხრეს და ძალიან დიდი ამ აკადემიაში ძალიან დიდი სტენდია თავიანთი კურსდამთავრებულების, რომელიც არის თუმცა თავიანთ სფეროში ძალიან ცნობილი ადამიანები. აი ესენი არიან ეს აკადემია ჩვენი სპონსორი.
და სხვა და თანამშრომლობა რაში გამოიხატება? წიგნის ჩაწერის ახალ მეთოდიკაში, DAISY ფორმატი ქვია, რომელშიც ვალდებულია წიგნის ფონდი ჰქონდეს ყველა ბიბლიოთეკას, აი მსოფლიოს ყველა დიდი ბიბლიოთეკას. ეს არის უსიამოვნო ადამიანს ჭირდება ხმოვან ფორმატში, ხო, წიგნის ჩაწერა. ეს არის ხმოვანი ფორმატის ახალი, თანამედროვე უკვე ახალი ვერსია, როდესაც იწერება წიგნი, თავიდან უნდა ჩაიწეროს წიგნი ამ ფორმატში. აი, უნდა გვერდი იყოს აღნიშნული, სათაური უნდა იყოს აღნიშნული. ძალიან, როდესაც ადამიანი მუშაობს ამ ფორმატში, თვითონ უსიამოვნო იქნიან ამ ფორმატს თვითონ, აი წიგნს ამუშავებენ ესე. და ყველა საინტერესო ჩვენ რატომ მოგვინდა ამ მიპაკეთება, იმიტომ რომ თავად უსინათლო შეუძლიათ აუცილებელია ეს ფილმში და სტუდიაში, ვიღაცას თუ დასჭირდა წიგნის გადაყვანა DAISY ფორმატში, შეიძლება შეუკვეთოს ადამიანს, რომელიც აი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და ნებისმიერ სოფელში და ქალაქში მთავარია კომპიუტერი ხონდეს ხელთან. რაში უპირატესობა რაში შეიძლება გადაშალო წიგნი ისე როგორც შლით გადაფურსა ხოლმე წიგნს, ხო? რაღაცა საინტერესო მოგეწონება, რაღაცას ჩაენიშნა მეცნიერებისთვის, როცა დისერტაციაზე მუშაობენ და რაღაცა საინტერესო ადგილებში. სკოლიობისთვის ჭირდება. სკოლიობისთვის არაჩვეულებრივი და სახელმძღვანელოებს როცა შეიყვან, როცა ჩაწერა ამ ფორმატში, აი ბავშვები სხვებთან ერთად მასწავლებელი უწყოს მე-40 გვერდზე გადაშალო, ის ხოლმე გადაფურცლოს ეს ბავშვი. თუმცა ეს აუცილებელი რომ თავიდან ჩაიწეროს, ხო, ვიღაცამ წაიკითხოს ეს წიგნი, ან დასკანირებული გადავიდეს შესაბამის ფორმატში, ან რაღაცა სხვადასხვა ტექნიკით. აი ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ აი მომზადდა ეს ხალხი, ვინცაც შეუძლია ამ ფორმატში წიგნი ჩაწერა, დაახლოებით 26 უსინათლო ადამიანი და რამოდენიმე კიდე ჩამოვა. გადაეცა პლეიერები საჩუქრად, რომელიც საკმაოდ ჯერად დოქერებულია სხვათა შორის და რომელიც ყველა აერთიანებულია და ძალიან კარგი რეაქცია იმას აქვს ამ პლეიერების თაობაზე, რომელიც ეხმარება წიგნის წაკითხვაში, თავად შეუძლიათ ამ ფორმატში წიგნების ჩაწერა და ასე შემდეგ. ძალიან აუცილებლად უნდა გქონდეს, მე ესე ვთვლი, რომ ყველა მოსწავლეს უნდა გქონდეს ეს მეხუთე კლასის შემდეგ მაინც ყველა მასწავლებლს, ყველა სტუდენტს, რომელიც სწავლობს უნივერსიტეტში იქნება თუ დოქტორანტურაში თუ აი სინცავე. მთავარი არის ამისთვის, რომ შეიქმნას სახელმძღვანელოების ამ ფორმატის ფონდი. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოუყენებელი იქნება. ამისთვის კი ძალიან სერიოზული რესურსი არის და აუცილებელია ამ მიმართულებით მართლაც რომ მუშაობის დაწყება და ერთიანი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის შექმნა. და ჩვენ იმედი გვაქვს, ხო, როდესაც ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩვენი დიდი საპარლამენტო ბიბლიოთეკა ექნება ეს ფონდი და ძალიან ნაკლებად შეძლება უსინათლო ადამიანები და ფოტოშურს არა მარტო უსინათლოები, დისლექსია, აი დაკითხვის პრობლემის მქონე ადამიანებისთვისაც არის ეს ფორმატი. ფოტოშურს გამოდის დილდადრე, უცალზე გამოდის ძალიან ბევრ ქალაქში, მოწინავე ქვეყნებში, გაზეთი ამ ფორმატში ჩაწერა და თავის ახლიდან ადამიანები კითხულობენ ამ გაზეთზე უკვე. უსმენ კითხულობენ. კი ბატონო, ნუ უფრო ცხადი რო იყოს. გადამარინა და ჩვენ გადაცემის დასასრულს აუცილებლად კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხოთ, რომელიც უფრო აი მიდგომებს და უფლებებს ეხება და რომელმაც გარკვეული კითხვები და ზოგადად კამათს იწვევს ყოველთვის. აი თქვენ ძალიან ხშირად გაქვთ პროექტები, როდესაც მაგალითად უზრუნველყოფთ უფასო ბილეთებს უსინათლოებისთვის თეატრში, კონცერტზე, სპორტულ ღონისძიებებზე. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ესეთი კითხვა კი, მაგრამ რატომ ხო, როდესაც უსინათლოს შეუძლია რომ იყიდოს, მთავარია ის გარემო იყოს მისთვის მისაწვდომი და მას უნდა შეეძლოს უბრალოდ იქ მისვლა, რა საჭიროა რომ ის იყოს უფასო. აი ამასთან დაკავშირებით თქვენ რა პასუხს გასცემთ ამ ადამიანებს? Așa mi-e uitat tu, oči lari damate bi se șole barak. Este aუცილებელი ატრიბუტი, როცა თეთრი ხელჯოხი ბილეთის პული აქვს თუ მე და ჩვენ გარემოსაც სხვათაშორის ეს არ არის, ხო? აი მოგვინდა ერთ დღეს და ყველა უსინათლოდ მოგბრძანდეს სტადიონზე, ყველა უსინათლოდ მოგბრძანდეს თეატრში. ჩვენ ამზადებთ, ხო? სტადიონიც ბრძანდა უსინათლო ადამიანს რო დახვდეს, სპეციალური კომენტატორები ყავს სპეციალურად. ფოტოშურის უეფასთან ერთად გაკეთდა ეს პროექტი. ასევე საჭიროა ეს იყოს თეატრებში და ფოტოშური ძალიან ძველი იყოს, ხო? იმის ბილეთი რა ქვია. თეატრში და კონცერტებზე მით უმეტეს ძალიან ძველი აღწერებულია. როცა თქვენ გვეტყვით, რომ აქ უსინათლო ადამიანებს იმის გუგუნება 50 ლარიანი, 100 ლარიანი ბილეთი შეიძინოთ კი ბატონო. ჩვენ მოხარული ვიქნებით მხოლოდ.
დიახ, ეს პრინციპში მოტივირებისთვისაც აუცილებელი იმისთვის, რომ აი ზუსტად უსინათლოებს ამ შემთხვევაში გამოცდილების გამრავალფეროვნების შესაძლებლობა გქონდეთ და თუნდაც ის უფასო ბილეთი შესაძლოა იყოს მართლაც ის მოტივატორი, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ ეს დრო გამონახონ და ხელი შეუწყონ თავიანთი თქვათ ჰორიზონტის და რაღაც ხედვის გაფართოებას. თუმცა შემომთავაზებელ უფასო ბილეთს მე დიდი შეიძლება სხვა დროს არ წავიდე რაღაცა მიზეზების გამო უფასო ბილეთი ძალიან დიდი შეფავრიტოებულობ. თუმცა მეორეს მხრივ თქვენ თვითონაც ამბობდით ადრე, რომ ძალიან ხშირად ჭირს ხოლმე ამ უსინათლო ადამიანების მობილიზება ან წასაშლელად და მოზიდვა. აი ესე უფასო ბილეთი თუნდაც ზუსტად ეგ არის, რომ ზოგჯერ თავს იკავებენ დროის უხმოვანობის გამო, ზოგჯერ თანხის საშუალება არ აქვს და იმის გამო და პროცესს ადამიანი თავაზობს ჩვენ კი არ ვხედავთ ამასა ან თეატრი გამოყოფს რაღაც ან სტადიონი გამოყოფს ან ფეხბურთის ფედერაცია გამოყოფს ან რაღაცა კონცერტის ორგანიზატორი რამოდენიმე ბილეთს და ჩვენ ვცდილობთ რომ სოციალური პასუხისმგებლობას გრძნობენ ალბათ ეს ორგანიზაცია და დავეხმაროთ ამ ბილეთების შეძენაში. დიდი მადლობა ქალბატონო მარინა, ჩვენი გადაცემა დღეს სრულდება, ჩვენ კი აუცილებლად წარმატებას გისურვებთ და ორი კვირით გემშვიდობებით მაყურებელს დროებით.